არის ის, რაც უნდა ისწავლოთ დაბნელებების დერეფანში, რა გარდამტეხ-ცვლილებებს შემოიტანს ეს პერიოდი 12 აგვისტოდან მომდევნო 2 კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. ეს ვიდეო იქნება ვრცელი, ვისაც უფრო მეტი ნების ყოფა, მოთმინების უნარი გაგაჩნიათ, შეგვიძლიათ მათ უყუროთ ამ ვიდეოს, ვისაც არა და შეგიძლიათ მოკლე ვიდეოც ნახოთ სამწუთიანი. ჯერ ნახოთ ეხლა რა ენერგიებში იმყოფებით ამჟამად, თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა როგორია ამ ეტაპზე. რა არის ის, რაც უნდა ისწავლოთ ამ პერიოდში, რა გაკვეთილია სასწავლი თქვენთვის? ნახოთ, აბა რა უნდა ისწავლოთ ამ დაბნელებების პერიოდში. თქვენ როგორ ხედავთ თქვენს თავს და თქვენს ცხოვრებას? დანარჩენი მე დავსვათ კითხვები, რა ამოვა იმის მიხედვით განსაზღვროთ. ახლანდელი ენერგიები. ამჟამინდელი ენერგიები. ოჩაღები ხართ, ბევრ ძალისხმევა ჩანს. შეიძლება აქ იყოს როგორც ფიზიკური შრომა, გონებრივი აქტივობა, გიწევთ პასუხისმგებლობების ხელში აღება, გიწევთ მართვისადავების ხელში აღება. შესაძლებელია დრო გამოჩნდეთ ასპარეზზე მაგალითად, ან უბრალოდ დადგა სიტუაცია გიდგათ ისეთი, რომ ძალიან ბევრი რამეა თქვენს ხელში. შეიძლება ბევრი პასუხისმგებლობა, ბევრი ტვირთი. არის ესეთი მომენტებიც, რომ აქ პრინციპში მართვისადავები თქვენს ხელშია. ანუ თქვენ შეგიძლიათ თამაშის წესები შეიტანოთ და ისე ითამაშოთ, როგორც თავად გსურთ. გინდათ მარჯვნივ, გინდათ მარცხნივ, ვისაც როგორც გინდათ, შეგიძლიათ თქვენის ჭკუაზე ატარებთ. უბრალოდ დაინახოთ ეს, რომ თქვენი მართვისადავებშია მოცემული სიტუაცია და თქვენი ცხოვრება, რასაც წარმოიდგენთ, ის გამოვა. ესეთი მდგომარეობა არის, ძლიერი ენერგიები გაგაჩნიათ, სუსტი ადამიანები ნამდვილად არ ახართ, თავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის. აქ შეიძლება იყოს ცოტა გაღიზიანებებიც, გარკვეულ მომენტში ცოტა აგრესიები, წაკბენები რაღაც სიტუაციებთან დაკავშირებით შესაძლებელია გქონდეთ, ცოტა ხისტი, იმპულსური ენერგიები შეიძლება იყოს. შეიძლება მომენტ ვერ აკონტროლებდეთ თქვენს თავს და გადადიოდეთ მინუსში, რო ვთქვა, ცოტა დაუკრეფავში, აგრესიებში, ბრაზეებში და გიყვარდეთ კონტროლი, სულ ყველაფერი თქვენ მართოთ, არ გაუშვათ თქვენი მართვისადავებიდან სიტუაციის კონტროლის მომენტი ბევრი გაქვთ, შეიძლება პარტნიორი, შეიძლება სიტუაციები, შეიძლება ცხოვრებაც ესეთი გაქვთ, რომ იძულებული ხართ აკონტროლოთ ბევრია, მაგრამ კონტროლის მომენტები ბევრია. მიუხედავად ამისა, რომ ესეთი ხისტი, ცოტა მამაკაცური ენერგიების პატრონები ხართ, აქვე არის თქვენი მეორე დაფარული მხარე, რომელიც იმდენად ნაზი და იმდენად გრძნობიარეა, რომ თავის უნდა რომ გამოხატოთ, უნდა რომ აჩვენოთ სამყაროს, მაგრამ ცოტა კეტავთ. ისე თქვენ თვითონაც შეიძლება განცდა გაქვთ ეხლა რაღაც ერთ ადგილას ვდგავარ რა, ან მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სტაბილურობა შეინარჩუნოთ, არსებული მდგომარეობა რა ვიცი, შეიძლება პირადი, შეიძლება ფინანსური, შეიძლება სამსახურებრივი, რაღაცის ჩაჭიდებულები ხართ, ძალიან ესე ვცდილობთ რომ არ გაუშვათ თქვენი ხელიდან ეს მართვისადავები, რაც გაქვთ და აქ შეიძლება მატერიალური საკითხებიც იყოს პრობლემური და მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე თქვენთვის. ისე განცდაში მაინც მომდის ეს, რომ ერთ ადგილას ტკეპნის პოზიციები შეიძლება გაქვთ, ან ფიქრობთ, რომ დემდე უნდა ვიყო ასე და რომ დემდე უნდა ვტკეპნო ასე, ეს ერთ და იგივე სიტუაციაო. რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა ისწავლოთ ამ პერიოდში და რა გაკვეთილი უნდა გაიაროთ და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, აქ თავდაჯერება თვითშეფასების საკითხები, სექსუალური ენერგიის საკითხებია, ძალიან ესეთი გამოუკვეთილი. არ აქვს მნიშვნელობა ქალები მიყურებთ, მამაკაცები მიყურებთ, ვინ მიყურებთ, აქ არის მომენტი, რომ თქვენი რაღაცა შინაგანი სურვილები უნდა გამოხატოთ ძალიან მკვეთრად, ძალიან მძაფრად. მე ეს მინდა და მე ამას გავაკეთებ, მაგრამ ეს მინდა უნდა იყოს არა გარედან მოხვეული, მინდა რომ ოჯახს უნდა, შვილებს უნდა, მე რაც აღმაფრთოვანებს, მე როგორც პიროვნებას რა მიზიდავ, შეიძლება მე სახლის ყიდვა კი არ მინდა, მაგალითად, მინდა წავიდე და ვხატო. ანუ ის მოძებნეტო, რაც თქვენში ღრმა სურვილებს აღვიძებს და ის სხეულის რომ გრძნობ, რომ მინდა. შეიძლება აქ ვიგულისხმოთ, რომ გარკვეული თვალსაზრისით სხეულთან კონტაქტი აღადგინოთ კარგი, ესეთი ძლიერი, იმიტომ რომ სექსუალური ენერგიებია წარმოსაწევი, თვითშეფასება, თავდაჯერებაზე იმუშაოთ აქტიურად, არის ეს მომენტიც და ბალანსის სიტუაციებია. სულ ამოგდით
როგორ იცით, ცეცხლოვანი ენერგიები უნდა აკონტროლოთ თითქოს და უნდა ისწავლოთ ამ ენერგიებთან მუშაობა კარგად. ცეცხლოვანი ენერგია როგორც მოქმედების, რომ წავედი, გავრისკე რაღაცა, გავაკეთე, ასევე არის როგორც წეგან ახსენეთ სექსუალური ენერგია, როგორც აი ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება, აქ არის გულისხმობა მარტო სექსუალური სიტუაციები, აქ იგულისხმება ის ზოგადად მე რაში ვარ ბედნიერი, სად გძნობ თავს კარგად, აი ეს რაღაცეებზე უნდა დაფიქრდეთ აქ და უნდა იყოთ აი ძალიან ამაყები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცაში ძალიან ყოჩაღები ხართ, მაგრები ხართ, მაგრამ შეიძლება სადღაც ვერ ხედავთ ამას და დასტური გჭირდებათ გარე სამყაროდან. უნდა ისე ზოგადად უნდა გამოხატოთ აქ თქვენი თავი, რჩევა ესეთია და ენერგიები ესეთია, რომ აი აჩვენოთ თქვენ ვინ ხართ სამყაროს, აჩვენოთ რა არის თქვენ შიგნით ასეთი მაგარი, ასეთი კარგი, რომ ყველას მოეწონოს. აი ვაუ, ეს რა მაგარი ყოფილა, ესეთი რაღაც რო თქვან, ამ კუთხით გამოხატეთ თქვენი თავი. შეიძლება რაღაცა ისეთი ცოდნა გაქვთ, რასაც მალავთ და არავის არ უნხელთ და იცით რომ კარგი ცოდნა მაქვს, მაგრამ ვერ გამოვხატეთ, როა გამოხატოთ. შეიძლება რაღაც ისეთი ვიზუალის ნაწილში რო თქვა, გაქვთ გარკვეული შარმი, მაგრამ მალავთ ამ თქვენს შარმს, მალავთ ამ თქვენს ქარიზმას და უნდა დროა გამოხატოთ, დროა ყველას დაანახოთ რა ყოჩა, დროა თქვენი მიღწევებით იამაყოთ. შეიძლება კარიერულ მიღწევებს მალავდეთ, სამსახურებრივ, ფინანსურს, დროა გაიყოთ, აი აჩვენოთ საზოგადოებას, რომ მე ძალიან მაგარი და ძალიან ყოჩაღი ვარ, რომ ნახოთ ერთიაბა, რამდენად შეძლებთ ახლა ამ ყველაფრის გაკეთებას და როგორ წავა თქვენი ცხოვრება ამ ყველაფრის მერე, ამ დაბნელებების დერეფნის მერე, როგორ დალაგდება მომდენო 6 თვე თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ დაბნელებების კორიდორი მომდენო 6 თვის ცხოვრებას განსაზღვრავს და გარკვეულ მიმართულებებს და ნახოთ აბა. ნახოთ აბა რა, ხო. რა დღეში ხართ, ესე იგი. ნამეტანი ორ ტრიალებში იქნებით, მინდა გითხრათ აშკარად. კარგი კუთხით ვიტყვი, ჯერ მე ვიტყვი ნეგატიური კუთხით. კარგი ამბავი ის არის, რომ ყველაფერი ძველი და დრომოჭმული გავა და დაინგრევა და დაიმსხვრევა თქვენი ცხოვრებიდან და იქ სადაც უკვე თქვენი თავი ამოწევთ, იქ სადაც სიტუაციებმა თავი ამოწურა, უნდა გაუშვათ, გასაშვები გაუშვით, ტარო გეუბნევათ, თორე თუ არ გაუშვებთ, სამყარო მაინც გაგაშვებინებს ძალით და წაეჭიდებით. ისაც ტარო გესმით, კოშკის არკანი მიხვდებით რა რთული არკანია, აქ ყველაფერი ძველის მორყევა და შერყევა და ნგრევა ხდება და გადადის მერე აქ კიდევ ამოდის კრიზისული კარტებიც, ეს არ სრულდება მარტო ერთი ნგრევით, თუ ჩაეჭიდებით და თქვენ კბილებით ეცდებით არსებული სიტუაციების შენარჩუნებას, რომელსაც ცხოვრება გინგრევთ, უფრო მეტ კრიზისში ჩაეფლობით, ამიტომ ძალიან უგაძალიანდებით რა, მოდით ცოტა რაც გითხარით თუ რაღაცები არ შეცვალეთ, მე უკვე ხისტი ენერგიებით შემოდის ხოლმე ისა მომენტები თქვენს ცხოვრებაში იქნება რთული აქ აშკარად. კარგი ის არის, რომ ძველის განთავისუფლებით, ცუდი ის არის, რომ შეიძლება ეს იყოს ცოტა უფრო უხეში, ცოტა უფრო მძიმე ფორმით წამოსული და არ იყოს ადვილი და მსუბუქი გადასვლა და უფრო აი ესეთი უროს დარტყმის ეფექტები შეიძლება ჰქონდეთ და რთული იყოს რა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ კრიზისს თუ გადალახავთ, აქ ხედავ რომ გადალახავთ და გაუძლებთ გარკვეულ ბალანსს მიაღწევთ. ბალანსამდე მიხვალთ, მაგრამ რთული იქნება. აქ იქნება შეიძლება გქონდეთ გარკვეული ეს ბალანსი რომ მივიდეს გულის ტკენებზე გაიაროს, ცივ ღამეებზე, თეთრად გათენებულ ღამეებზე შეიძლება გაიაროს ამ ყველაფერმა თქვენს ცხოვრებაში. მე გირჩევდით, რომ აქ ძალიან ღრმად დაფიქრდეთ, რა გაქვთ თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელი, ეს მარტო საჯარო გაშლიდან გამომდინარე არა. იმიტომ რომ უკვე მეორე გაშლა, როცა ესე ღრმა გაშლას ვაკეთებ, რომ ამომდის, რომ აი ბევრთან არის, რომ რაღაც ძალიან დიდი ტრანსფორმაციაში დგახართ და ვერ გადადიხართ თითქოს ამ ტრანსფორმაციაში, ვერ გადიხართ და მე მიჩვენებს ხოლმე, რომ აი უკვე ამოდის ისეთი მძლავრი რთული ენერგიები და მოდით თქვენვე დაიწყეთ გარკვეული შინაგანი ცვლილებები, სანამ სამყარო გარედან დაგარტყავთ ჩაქუჩს ან უროს და სანამ გარედან ჩამოგიმსხვრევთ რაღაცებს, იქნებ დროა თავად დაიწყოთ შეცვლა, თორე ცხოვრება ხო იცით როგორ არის. მორჩილი მიყვება და ურჩს მიათრევსო და წასათრევად და სახოხიალოთ, გაიხდით თავებს, გაუფრთხილდით, მოკლედ გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს, გაცნობიერებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე თავამად გადასვლას.